საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში ციტრუსის სეზონის შედეგები წარმატებულად შეაფასა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოსავლის წარმატებით დაბინავება ჩაბარების შედეგად გასულ წლებთან შედარებით წელს აჭარაში შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 80,000 ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტის შედეგად რეგიონის მოსახლეობამ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. დღესვე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა აჭარის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები და კერძო მეწარმეები. ჩვენ ახლა ვაჯავებთ აჭარაში ჩატარებული ციტრუსების მოსავლის დაბინავების შედეგებს. დაბინავება ახალ მიმდინარეობს, იმიტომ რომ გზაში გამოვიარდა ყველგან ყიდია მანდარინს, მაგრამ თავარი შედეგი სახეზეა. აჭარაში განხორციელდა ბოლო 16 წლის განმავლობაში, ესე იგი პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ ყველაზე საუკეთესო დაბინავება ციტრუსების მოსავლის. ყველაზე დიდი რაოდენობა მოსავლის არის გატანილი საზღვარგარეთ 80,000-ზე მეტი ტონა. ყველაზე დიდი რაოდენობის ნაღდი ფული არის შესული აჭარის მოსახლეობის, აჭარის საზოგადოების, აჭარელი მეურნეების ოჯახებში. თითქმის 100 მილიონი ლარი შევიდა პირდაპირ ნაღდი ფულის სახით აჭარულ ოჯახებში. ჩვენ ვისწავლეთ კარგად თველის ჩატარება, არასდროს ასეთი კარგი თველი საქართველოში არ ჩატარებულა და არასდროს ასე კარგად ციტრუსები არ დაბინავებულა. ესე იგი შესაძლებელი ყოფილა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა, როგორი მსოფლიო კრიზისიც არ უნდა იყოს. 100 მილიონი ლარი ჩადებული აჭარის ოჯახებში, შემდეგ ეს გადანაწილდება ოჯახებზე თვითონ, ხა აქ არის ოჯახები, სადაც ძალიან ცოტა აღებული, თქვა 500 ლარი და არის ოჯახები, რომელსაც აიღო 20-25,000 ლარი. ეს არის 20-25,000 დაახლოებით ძველ ეგრეთ წოდებულ კომუნისტების დროს მოსავლის შედეგად შეეძლოთ გამოიყვანათ ახალი ვოლგა. 25,000 ლარად ბოლომდე ახალს, მაგრამ ძალიან კარგი მერსედეს იყიდი, რომელიც ყველა ახალ ვოლგას ნამდვილად ჯობს. და სხვა რაღაცეებზეც გეყოფა კიდევ ფული. მე მინდა ამ დიდი სამეურნეო წარმატებისთვის დავაჯილდოვო ღირსების ორდენებით, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე კერძო მეწარმეები. თველის და ციტრუსების აღება ჩატარდა როგორც კარგი სამხედრო ოპერაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის ძალისხმევა არის და ბიზნესის გვერდით კიდას. და მართლაც მათი დამსახურებაცაა ის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივახციეთ ისე, რომ წლევანდელი 2009 წლის სეზონი წარმატებული იყო ბათუმში და აჭარაში.